უპრეცედენტო დანაშაული 5 წლის შვილის და მეუღლის მკვლელობისათვის გამოტანილი განაჩენი და დამნაშავედ ცნობილი დედა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. ამ კითხვაზე რო ეს პასუხი გაეცემა, აი ეს მაგდამ გააკეთა და მაპატეიკერა ჩამქონეთ სვიტყვი ფელიერის წინაშე. მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა და ვერსიები, რომლებზეც არ უმუშავია გამოძიებას. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ იარაღების შემოწმება. ამ იარაღიდან შესაძლებელი იყო თუ არა მოხდარიყო რაიმე დანაშაული. მაგდა პაპიძის საქმეში დატოვებული ცარიელი ფურცლები, უპასუხო კითხვები და მომავლისთვის დარჩენილი ეჭვები. გამომძიებელი რეპორტიორის ფილმი. რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში პირველ არხზე. ისევე როგორც ჩვენი მსმენელიც, მე და ნიკაც მოუთმელად ველოდებით ამ ფილმის, გამომძებელი რეპორტიორის მორიგი ფილმის გასვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, იმიტომ რომ ეს არის ის თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას და სწორედ აღნიშნული ფილმის შესახებ უნდა გავესაუბროთ გამომძებელი რეპორტიორის ერთ-ერთ ავტორს, ქალბატონ ლია ტოკლიკიშვილს, რომელიც ჩვენთან გადაცემაში სტუმრად არის და ძალიან მიხარია, რომ კვლავ მიწევს თქვენთან შეხვედრა თქვენი გადაცემის ფარგლებში. როგორ გიკითხოთ? გმადლობთ. ყოველთვის თქვენს გადაცემებს და მოხიბლული ვარ. ძალიან გვიხარია, დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე თემა და ალბათ დილის ეთერისთვისაც უჩვეულო და ხა მსმენელის ფიქრობს, რატომ ვამახვილებთ მასზე ყურადღებას. ყურადღება გასამახვილებელი ალბათ ბევრ ამეზეა, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მუშაობდით ფილმზე. და აქვე აღნიშნოთ ის, რომ ეს არ არის ფილმი იმის შესახებ თქვენი ერთ-ერთი პოსტით წავიკითხე სოციალურ ქსელში, რომელიც ემსახურება მაგდა პაპიძის უდანაშაულობის დამტკიცებას. სულ სხვა საკითხებზე მახვილდება ყურადღება და მოდით მოგვიყევით ამ ყოველფრის შესახებ. ხო, აი მე მაგალითად შეკითხვით დავიწყებდი თქვენთან, რატომ გაინტერესებთ ეს ფილმი? აი თქვენ როგორც მაყურებელს რა ინტერესი გაქვთ ამ ფილმის მიმართ? იცით რა არის, პირადად აი ჩემი აზრი რომ გამოვთქვა, იყო რაღაცა კითხვები, რომლებიც გამიჩნდა ისევ როგორც ერთი მეორე მხარის მიმართ. თქვენ გაგიჩნდათ ეს დამოუკიდებლად, სანამ ჩვენ დავიწყებდით ამაზე წერას, ამაზე საუბარს, ხო? და აი თქვენს მდგომარეობაში არის ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, ვინც თვალს ადევნებდა ამ სასამართლო პროცესებს. ყველა მიხვდა, რომ საქმე მართლა არ არის ისე, რომ ვიღაცა კონკრეტულად არის დამნაშავე, ან არ არის დამნაშავე. ესეთი შავ-თეთრი სინამდვილე საერთოდ არ არსებობს და ამ შემთხვევაშიც ასე არ არის. მაგრამ შეუძლებელი არ გაგიჩნდეს კითხვა, რატომ, რა მოტივით უნდა მოეკლა თან წინასწარი განზრახვით დედას 5 წლის ვაჟი. 5 წლის შვილი. ჩვენ შევხვდით დაზარალებულ მხარეს, შევხვდით ქაფიაშვილის დედას, რომელიც უნდა გითხრათ, რომ არის არაჩვეულებრივი პიროვნება და არაჩვეულებრივი ადამიანი, მიუხედავად იმ ტრაგიზმისა, რომელიც იმ ოჯახში იყო, მიგვიღეს და იმ მიზნისა, რაც ჩვენს გადაცემას ჰქონდა, ჩვენ არ დაგვიმალავს, მიგვიღეს საკმაოდ ნორმალურად და საკმაოდ ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. ამ ქალბატონმა თქვა, ხაზგასმე თქვა, რომ მაგდა იყო არაჩვეულებრივი დედა. უფრო მეტი, აი თქვა ზუსტად ესე, გიჟი დედა იყო. აი საზოგადოებაში მე პირიქით იმ ადამიანების მიმართ მიჩნდება პროტესტი, ვინც ასე უაპელაციოდ მიიღო და დაიჯერა, რომ ასეთმა დედამ, გიჟმა დედამ, ნუ ეს სასამართლოზეც ითქვა, ცხადია, ერთშვენიერ დღეს განიზრახა იმის გამო, რომ ვიღაც შეუყვარდა და იმის გამო, რომ როგორც ჩვენ სასამართლოზე მოვისმინეთ, ცარიელი ფურცლიდან მოუნდა ცხოვრების დაწყება, ადგა და მოკლა შვილი. ნუ ქმარზე ხაზგასმით არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ქმრის მოკლაც არის ძალიან დიდი დანაშაული და საოცრება, მაგრამ შვილი, ნუ როცა ამაზე საუბრობ, ალბათ ყველა ადამიანში უნდა აფეთქდეს, ხო? ადამიანი, დედა, ქალი, მამა, ნუ ყველაფერი. და ამიტომ იცით, ჩვენ პირველ რიგში ჩავუღრმავდით მოტივს, რა მოტივით? აფექტის მდგომარეობაში, რომ დაედგინა სასამართლოს მოკლა. აქ შეიძლებოდა არ გაგვჩენოდა ამდენი კითხვა, მაგრამ არა, წინასწარი განზრახვა არის დადგენილი. მოტივი არ ჩანს, რატომ მოკლა. პირველი მთავარი ჩვენი შეკითხვა არის ეს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ამდენი ხანი არ გვიმუშავია არც ერთ საქმეზე. აი გუშინ რაღაცნაირად გვეღიმებოდა კიდე ალბათ სიმწრით, რომ
აფხაზეთის თემა გამოვიკვლიეთ და მოვაქციეთ რაღაცა ეს გამოძიების სტანდარტში ერთი წლის წინ და იმაზე არ დაგვეხარჯავს, იცით, ამდენი დრო მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ომი და უამრავი რაღაც დეტალისგან და ნიუანსისგან შედგებოდა. ჩვენ აქ ვცადეთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვკიდებოდით. მაგდას უფლებებს კი არ ვიცავთ ჩვენ ეს მე დავწერე კიდეც. მე უფრო მგონია, რომ უნდა დავიცვათ გარდაცვლილების ღირსება და უფლება, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც ვცდებით ჩვენ ცდება საზოგადოება და შეცდა მე არ მინდა ესე კატეგორიული ვიყო, მაგრამ შეცდა სასამართლო და მართლმსაჯულება. მაშინ პირველ რიგში დამეთანხმეთ, რომ გარდაცვლილი ბავშვის ღირსება იქნება შელახული და გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის. იმიტომ რომ ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეს იცნობს და ნუ ვიცი რომ ზედმიწევნით იცნობს, თითქმის ყველა იცნობს ძალიან კარგად, ყველა ადამიანს აქვს რაღაც კატეგორიული პოზიცია. აი ვიღებთ სოციალურ ქსელში ან ხარდასაჭერ კომენტარებს ან ჩატშიც მიწერ-მოწერის დროს ან ვიღებთ კატეგორიულად რაღაც მრისხანე კომენტარებს, რომ ჩვენ ვიღაცამ მოგვისყი და ჩვენ ვიღაცის მხარეს ვართ. მართლა არ არის ასე. ყოველთვის ყველა ჟურნალისტი უნდა ცდილობდეს, მით უმეტეს გამომძიებელი ჟურნალისტი, არ შეეშინდეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვისა. დიახ, ჩვენ მივცურავთ ახლა დინების საწინააღმდეგოდ, არ არის ძალიან სარისკო გამოძიება იყო ეს. არ დაგიმალავთ, ჩვენ შევხვდით პროკურატურის წარმომადგენლებსაც, მათგანაც იყო საკმაოდ კონკრეტული კომენტარები ყველა საკითხზე, რაც ვკითხეთ. პროკურატურამ ძალიან კონსტრუქციულად ითანამშრომლა ამ შემთხვევაში ჩვენთან და მოდით საზოგადოების განსჯის საგნად ვაქციოთ არა მხოლოდ ის ინფორმაციები, რაც ტელევიზიით უკვე გავიდა და მოისმინეს, არამედ ისინიც, რაც აქამდე დაფარული იყო. დიახ, ჩვენ ამ დაფარულ ინფორმაციებს პირველად ვაჩვენებთ საზოგადოებას. დღევანდელი ფილმი იქნება, როგორ გითხრათ, დაუჯერებელი ზოგიერთი მაყურებლისთვის. და მე არ მინდა დავასწრო ამ ფილმს და რაღაცეები გავხადო ცხადი, მაგრამ ფაქტები მიეწოდება ჟურნალისტური ეთიკის სრული დაცვით ჩვენს მაყურებელს. საუბარი იქნება იმაზე, რომ გამოძიებას მხოლოდ ერთი ვერსიის ირგვლივ არ უნდა ემუშავა, იმიტომ რომ სხვა ვერსიებიც იკვეთება აქ და ვერსიებს ყოველთვის აქვს არსებობის უფლება თუ ისინი არ ირიცხება და ჩვენ ვამტკიცებთ ამ ფილმით, რომ არის ვერსიები, რომლებიც არ შეეხება მაგდა პაპიძის აი რაღაც იმ მკვლელობის მოტივს, რომელიც ჩემთვის მოტივი არც არის, არამედ სულ სხვა მოტივი და სულ სხვა დაუშვათ საფუძვლით არის განპირობებული. მიახლოებით რომ გითხრათ, ეს უფრო შეეხება ომარ ქაფიაშვილის პროფესიას და მის სამსახურებრივ მდგომარეობას, თუმცა ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად ვამბობთ და მართლა წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, მაგალითად არ მithmens ახლა გული რომ არ თქვა, რომ ადამიანს კლავენ და მის მანქანაში, რომლითაც იმ დღეს მას არ უსარგებლია, აღმოაჩენენ იარაღს, რომლიდანაც შესრულებული არის გასროლა. და ჩვენ კი არა, ექსპერტი ყავს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მოწვეული ამ ფილმში და ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა გამოძიების. შეუძლებელი იყო იარაღი არ გამოკვლეულიყო. მით უმეტეს, რომ ამ იარაღზე არ არის აღმოჩენილი მაგდა პაპიძის დნმ. აღმოჩენილი არის ომარ ქაფიაშვილის დნმ და კიდევ ერთი დნმ. რატომ არ დაინტერესდა გამოძიება ამ დეტალით? და იქ არის კიდევ სხვა დეტალები, რომლებიც მართლა მოულოდნელი იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ომარ ქაფიაშვილის ახლობლებისთვისაც. მე ძალიან დიდი რწმენა მაქვს, რომ ეს ფილმი იმ მხარესაც რაღაცებზე დააფიქრებს და დიდი რწმენა მაქვს კიდევ იმისი, რომ არა პროკურატურა
პროკურატურა და საერთოდ სამართალდამცავი ორგანოები ამას ჩვენგან არ მიიღებენ როგორც გამოწვევას და ხელთათმანისროლას, არამედ ჩვენ რაღაც ერთი მიზნის ირგვლივ გავერთიანდებით, იმიტომ რომ წინ სააპელაციო სასამართლოა. დიახ. გაბატონილია ბუნებრივია, მსმენელს საინტერესებს ისიც, აი თქვენ უკვე ახსენეთ კიდევაც რამდენიმე პიროვნება, გარდა იმისა, რომ დაზარალებულ და ბრალდებულ მხარეს მოусმენენ აღნიშნული ფილმის მეშვეობით, კიდევ ვისი შეფასება, ვისი აზრი გაიჟღერებს, ვისაც უნდა მოусმინოს მსმენელმა, მაყურებელმა ამ ფილმით. დიახ, ჩვენ ამ ფილმში არც ერთი დასკვნა არ გაგვიკეთებია ჩვენი ცხადია. ყველა აი მაგალითად როდესაც საუბრობთ ეჭქვეშ დავაყენეთ ჩვენ კიდევ ერთი საკითხი დაზიანებები, რომლებიც მიღებული აქვს ომარ ქაფიაშვილს და რომლებიც ჩათვლილი აქვს ექსპერტიზას სიცოცხლეში მიყენებულ დაზიანებებად. ეჭქვეშ დავაყენეთ, რომ ეს დაზიანებები არის იმ დროს მიღებული, სანამ ბიოლოგიური სიკვდილი დადგებოდა, ანუ ტრავმის მიღებიდან აი რა ცოტა ხანში. და ამაზე ჩვენ კი არ ვსაუბრობთ და ამას ჩვენ კი არ ვამტკიცებთ, არამედ სამედიცინო ექსპერტი ამტკიცებს, ცხადია. მოწვეულები ყვანან იურისტები, სამედიცინო ექსპერტი უკვე გითხარით, ბალისტიკოსი ყავს მოწვეული, ანუ ყველა სფეროს წარმომადგენელი, რომლებსაც შეეძლოთ ჩვენზე მეტი არგუმენტი მოეყვანათ მაყურებლის წინაშე და დაემტკიცებინათ ის, რაც მათ ამ შემთხვევაში უდავოდ მიაჩნიათ. გაბატონილია, საინტერესოა თავად მაგდა პაპიძესთან რაიმე კონტაქტის საშუალება თუ გქონდათ, ან წერილობით მაინც და რაც მთავარი, აი თუ არის ფილმში გამახვილებული ყურადღება იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავდა თითქოს ამას, რომ აი იგი ძალიან მშვიდად იჯდა სასამართლო პროცესის დროს და თითქმის აი არასდროსო არ უთქვამს, რომ მე ვარ უდანაშაულო. კი, ამას ძალიან ბევრი აღნიშნავდა და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საქმეზე უმუშაობდით იურისტთა ერთ ჯგუფთან ერთად და როდესაც ამ ჯგუფს ვადგენდით, დგინდებოდა ეს ჯგუფი, რამდენიმე იურისტმა უარი გითხრა საქმეში კონსულტაციის გაწევაზე და მათი პოზიცია იყო ასეთი, რომ მათ ჰქონდათ წინასწარი დამოკიდებულება ამ საქმესთან, მიაჩნდათ, რომ მაგდა იყო უდავოდ დამნაშავე ექსპერტებს შორისაც იყვნენ ასეთი ადამიანები. უფრო მეც გეტყვით, მე ოჯახშიც კი მქონდა საკმაოდ დიდი კონფლიქტი, იმიტომ რომ უკვირდათ რატომ დავიწყეთ ამ საქმის კეთება. საზოგადოება მიიღო რაღაც ისე რომ ყველაფერი არის ცხადი ამ საქმეში და აი როგორ გითხრათ, აი ეს ფილმი მე მაინც მგონია, რომ ამ ადამიანებს მაგდა პაპიძეზეც გარკვეულწილად შეუცვლის შეხედულებას და შთაბეჭდილებას. მაგდა პაპიძე დაგვიკავშირდა ჩვენ ციხიდან, დაგვირეკა რამდენჯერმე, ვერ გეტყვით, რომ მე ამ დარეკვამ ან უფრო მეტად დადებითად განმაწყობის მიმართ ან უფრო მეტად უარყოფითად ვერ მივიღე მისგან ვერავითარი დამატებითი ინფორმაცია. მე მაინც მგონია, რომ ეს ადამიანი დღემდე არის ძალიან ძლიერ სულიერ რაღაც დეგრადაციას განიცდის. ნუ ყოველი სიტყვის მერე ამტკიცებს, რომ მას არ მოუკლავს შვილი, ხაზგასმით ამბობს ამას და ამბობს, რომ თავს არ იკლავს მხოლოდ იმიტომ, რომ დაამტკიცოს, რომ მას თორნიკე არ მოუკლავს. იცით, მე არ ვიცი, შეიძლება თუ არა იყო მშვიდი ან შეიძლება თუ არა თავში გაიკეთო სარჭით მასში, როცა ასეთ რაღაცას გაბრალებენ, ვერ გეტყვით. მე მაინც მგონია, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ყველა ისე უდგება რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში პრობლემას, როგორც მას შეუძლია რომ მიუდგეს. მე ყოველ შემთხვევაში არც მაშინ გულწრფელად უნდა გითხრათ, არ გამჩენია პროტესტი ამის გამო, იმიტომ რომ მე ოთარანთქ მაქვს წაკითხული და ვიცი, რომ ტრაგედიებს ადამიანები სხვადასხვაგვარად იტანენ და სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. გაბატონილია, გთხოვთ, რომ მოიგოთ ყურსას, მე მსმენელი გვიკავშირდება. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. მაპატიეთ ცოტა გვიან ჩავერთე და რომელ საათზე და რომელ არხზეა თუ შეიძლება მითხრა. აუცილებლად დეტალებს მოგახსენებთ, მადლობა. გმადლობთ, რომ დაგვირეკეთ. ჩვენი ფილმი გავა დღეს, ანუ ორშაბათს
10 საათზე ღამის ეთერში შეგიძლიათ უყუროთ მეორე არხზე, ხოლო 11-ის ნახევარზე, ანუ ნახევარი საათის შემდეგ უკვე პირველი არხიც აჩვენებს ნახევარსაათიანია სულ ჩვენი ფილმი. დიდი მადლობა და ქალბატონია, ბუნებრივია ფილმზე მუშაობის დროსაც და ისედაც მანამდე ძალიან ვფიქრობდით ძალიან ბევრს არაერთი მკვლელობა მომხდარა ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაშიც, სხვადასხვა სიმძიმის. მაგრამ რატომ მოყვა ასეთი რეზონანსი კონკრეტულად ამ საქმეს და მით უმეტეს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა და ამდენი მომხრე და მოწინააღმდეგე მაგდა პაპიძის მიმართ? იცით რა, მე არ მეკვირს რომ ასე მოყვა, იმიტომ რომ შვილის მკვლელობა ბრალდება დედას და კი მომხდარა, ჩვენ შევისწავლეთ მსგავსი შემთხვევები, საქართველოშიც მომხდარა მომხდარა ევროპაშიც, ამერიკაშიც ძალიან ხშირად არა, მაგრამ არის მომხდარი, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არსებობს. ყველა მსგავს შემთხვევაში დედები აღიარებენ ამას. მაგდა პაპიძეს არ უღიარებია ეს დანაშაული და მეორე განსხვავება არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში დედებს დაუდგინდათ შეურაცხადობა. ესეც განსხვავება, რომ ეს ადამიანი არის ფსიქიკურად სრულიად შერაცხადი. საინტერესოა ისიც, რომ სანამ იქნებოდა ეს დასკვნა, რომ შერაცხადი არის ფსიქიკურად, მანამდეც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ასე რომ მე მგონი კიდევ არაერთი დეტალი განსაზღვრავს იმას, რომ ეს საქმე ასეთი გახმაურებული გახდა. თუნდაც აღიარებით ჩვენებაზე კი იყო თავიდანვე საუბარი, რომ ის არ აღიარებდა დანაშაულს, და მიუხედავად ამისა მუდმივად საზოგადოება თავიდანვე პირველივე ეტაპიდან ჩართული იყო ამ საქმიანობაში. ალბათ ეს არის ძალიან ბევრი დეტალის, პატარ-პატარა დეტალების გამო დაინტერესება საზოგადოების და იმედი გვაქვს, რომ აი ამ დეტალების შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით შევიტყობთ დღეს. იცით რა, საზოგადოებას უნდა გითხრათ, რომ აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას მით უმეტეს ყველაფერი და სადაც არის სიკვდილი, მკვლელობა და სისხლი, ეს ყველა საზოგადოება არის ორიენტირებული, ეს აინტერესებთ. კი. მე არ მგონია, რომ იქ რაღაც დეტალები არა, ფაქტი იყო თვითონ იმდენად შემზარავი, რომ საზოგადოება ალბათ ამიტომ გამოიჩინა ამდენი ყურადღება და გარდა ამისა მედიებმაც საკმაოდ ესე გააშუქეს ფაქტი, რომ წარმოაჩინეს მისი ყველაზე ცხელი და საინტერესო ადგილები. ამასაც რაღაც ორი მხარე აქვს, საჭირო არის თუ არა ხოლმე, რომ ასე დაწვრილებით და ასე სიღრმისეულად გაშუქდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ასე მოხდა და ინტერესი უფრო და უფრო მძაფრდებოდა ამით. ბუნებრივია, ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ გარკვეულ გამოხმაურებას ველოდებით და არა მხოლოდ გამოხმაურებიდან გამომდინარე, თუ განიხილება, თუ გეგმავთ უფრო სწორად, რომ გადაიღოთ მორიგი სერია ფილმის. არა, სერიას არ გეგმავთ. ცხადია, ჩვენ ამ ფილმში ვთქვით ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეთქვა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ხომ? 9 ტომისგან შედგებოდა საქმე, თუ არ მეშლება და ყველა ტომი ფურცელ გვაქვს აკითხული. 2 თვის განმავლობაში ვკითხულობდით თუ უფრო მეტი ხნის განმავლობაში ამ საქმეს და ყველა შეკითხვა, რაც გაჩნდა, ყველა წინააღმდეგობა, რაც ჩვენი აზრით საქმეში არის, ამოვიტანეთ ზედაპირზე და დავსვით კითხვები. მე ველოდები, რომ სხვა მედია საშუალებები გააგრძელებენ ამას და რაღაც ჩვენი მედია ინსტიტუტი, რაღაც მედია ორგანიზმი, რაღაც ერთად ვიტყვით თუ კი დაგვეთანხმებიან, რაღაც ბოლომდე მივიყვანთ ერთად. წინ სააპელაციო სასამართლო შეუძლია მიიღოს და შეიძლება არ მიიღოს საქმე წარმოებაში და უნდა გითხრათ, რომ სტრასბურგის პერსპექტივა საქმეს არ აქვს. აი ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სააპელაციოსია დამოკიდებული ეს. ველოდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა მანამდე ველოდებით საღამოს ეთერს, როგორც გვაღნიშნეთ, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში და 11-ის ნახევარზე უკვე პირველი არხის ეთერში თქვენ ნახავთ გამომძებელი რეპორტიორის ფილმს რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში. დიდი მადლობა გადაცემის ერთ-ერთ ავტორს ლია ტოკლიკიშვილს ჩვენთან გადაცემაში სტუმრობისთვის. იმედი მაქვს, რომ მსმენელისთვის საინტერესო იყო ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ეს იქნება ერთგვარად ხიდი იმისა, რომ საღამოს ეთერს ბევრი მიუსხდეს ტელეეკრანებს და ნახოს დეტალები, რომლებსაც ჩვენ განგებ არ ვისაუბრებთ ამ ეთერში, რომ მაყურებელმა შემდეგ ყველაფერი დეტალურად სწორედ ფილმის მეშვეობით ნახოს. ჩვენს დავემშვიდობავთ ცოტა ხნით ნიკა მსმენელს.
და შემდეგ დავბრუნდეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობ რამდენიმე კიდევ ერთხელ. მშვიდობებით და ძალიან მალე შემოგიერთებით სხვა საინტერესო თემებზე სასაუბრად.